და ზუსტად 4 წელი მას შემდეგ რაც მივიღე ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე რთული, მაგრამ ყოველასწორი გაწყვეტილება. ყოველასწორი გაწყვეტილება იმიტომ, რომ მაშინ ივანიშვილმა ბიძინამ უღალატა საქართველოს და უერთგულა ფულს. უღალატა ქართული ხალხის სურვილს გამختარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და უერთგულა ძალაუფლებას. და რა თქმა უნდა ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფოდა. ან იმ დღეს, ან მალე მომავალში. დღეს სწორედ ამ ღალატის შედეგია, როდესაც რუსთაველზე ათობით ათასი ადამიანი იბრძვის ქვეყნის სამართლიანი ევროპული მომავლისთვის. მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს, უდანაშაულო ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თავს ესხმიან ზონდერები. და მაშინ, როდესაც ოცნება ასე დაემსგავსა წინამორბედ მოძალადე ხელისუფლებას. ჩვენ რა თქმა უნდა ვიდგებით აქ. სანამ ჩვენ სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში სამართლიან წესრიგს არ დავამყარებთ და სანამ საქართველოს არ დავაბრუნებთ ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე. ისეთი ევროპული განვითარების გზაზე, სადაც საქართველოს შეძლებს ეროვნული, სამართლიანი, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას.